მეზვერე. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და რა იკადრებდა თვალთაზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. ამ სიტყვებში ცხადად ჩანს, როგორი სიმდაბლითა და შემოსრული გულით ლოცულობს მეზვერე. ფარისევლის მსგავსად, მარხვას ალბათ ისიც ინახავდა და ათეულსაც სწირავდა ღმერთს თავისი მონაგებისაგან, რადგან ისიც ურია იყო, ხოლო ურიების ჯულის ასეთ მცნებებს მტკიცედ ასრულებდნენ. მაგრამ თავს არ იტყუებდა და თავისი უღირსება და ცოდვილობა კარგად იცოდა. ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, როგორც ვხედავთ, იგი არ მრავალ სიტყვაობს. სამეგიეროდ სიტყვების ნაცვლად მისი გულის ფეთქვა და ოხრა ისმის. ხოლო ღმერთს ჩვენი სიტყვები არ სჭირდება, რადგან იგი სწორედ გულს ხედავს. მეზვერე, რომელიც ჭეშმარიტად ლოცულობდა, წინ წარდგომას ვერ ბედავდა. შორს იდგა და ისე იყო შეწუხებული საკუთარი ცოდვების გამო, რომ თავი რამის სძულდა. თვალების მაღლა აწევას და ირგვლივ მიმოხედვასაც ვერ ბედავდა. მხოლოდ მკერდში იცემდა და ფარისევლის მრავალსიტყვაობის საპირისპიროდ მხოლოდ ამას ამბობდა. ღმერთო მილხინე ცოდვილსა. მეზვერე მიგრძნო, რომ ტაძარში ღვთის წინაშე ყოველგვარი თავის გამართლება მხოლოდ მზაკვრობა და სიცრუე იქნებოდა. ამიტომ მხოლოდ წუხს და პატიებას ითხოვს. ყოველმა ქრისტიანმა მეზვერის სიტყვები გულის სიღრმიდან უნდა წარმოთქვას, საკუთარი ცოდვებით გულწრფელად შეწუხებულმა. საკუთარი თავის უკმაყოფილება კარგი ნიშანია. ეს შინაგანი უკმაყოფილებას დევნის ადამიანს, აფხიზლებს და აიძულებს, რომ თავი დააღწიოს ცოდვას და ღვთის მცნებები აღასრულოს. ეს უკმაყოფილება არის წყარო ყოველი წარმატებისა, როგორც სულიერის, ასევე ხორციელისა. მაცხოვარმა ფარისევლისა და მეზვერის ლოცვის აღწერა ასე დაამთავრა. გარდა მოვიდა ესე, განმართლებული სახეთ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი. ესე იგი, როცა ვლოცულობთ, ჩვენს ლოცვას სულიწმინდა ისმენს და განჩინებას მაშინვე შეადგენს. ან განგვამართლებს, ან გაგვამტყუნებს, ან განგვწმენს, ან დაგვსჯის ჩვენი ლოცვისათვის. მეზვერე გამართლებული იმიტომ გამოვიდა, რომ თავი თვითონვე გაიმტყუნა. მან კარგად გაიხსენა ყოველი ცუდი საქმე. გულით შეწუხდა და შენდობა ღვთისაგან სიმდაბლით ითხოვა. მაგრამ მხოლოდ ამით ვერ განმართლდებოდა. სულიწმინდას რომ არ დაენახა, რომ მან ცოდვა მოიძულა და მისგან განშორება მტკიცედ გადაწყვეტა. მეზვერენი მთავრობისაგან დადგენილი ხარკის შემკრებელები იყვნენ. თავიანთი ანგარებითა და უსამართლობით ხალხს ხშირად აწუხებდნენ და ამიტომ ისინი ყველას სძულდა. ასე რომ მეზვერე და ცოდვილი ერთი მნიშვნელობის გამოთქმად იქცნენ. კითხაობა. კითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი ან ქალი, ძლიერი და ცრუ, და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია. რომ იცის მიზეზი ყოველი ვნებისა და უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ კითხავს ნაცვლად მორჩენისა ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის ნაცვლად სიყვარულისა მძულვარება და უთესია. შეუძლებელია მოკლედ იმ უბედურებათა აღწერა, რომელთა მიზეზით კითხავი და მისი სიცრუეა. მიზეზი იმისა, რომ კითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისმობა. პავლე მოციქული ტიმოთეს ასწავლის, რომ განეშოროს შეგინებულთა მათ და დედაბრულ ზღაპრებს. მაშინაც იყვნენ და სამწუხაროდ ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვთ მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად მორალურადაც აზარალებენ. მოვალეობა ერისკაცისა. ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არა მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა, არამედ ყოველი ქრისტიანი ერისკაცის მოვალეობაცაა. ევროპის ხალხთა შორის ყველაფერი კეთილი და მოსაწონი არ არის, მაგრამ ქრისტიანობის განსამტკიცებლად, რომ მრავალი საზოგადოება ჩამოაყალიბეს, არა მარტო სამღვდელოთაგან, არამედ ერისკაცთაგან, ეს მისაბაძი საქმეა. ვისაც უცხო ქვეყნებში წასვლა და ქადაგება არ შეუძლია, ისინი ფულითა და ქონებით შეეწევიან ამ საქმეს. საღვთო წერილს მრავალ ენაზე თარგმნიან, ბეჭდავენ, მერე მიაქვთ და ყველას უსასყიდლოდ ურიგებენ. უპირველესი საქმე კი ის არის, რომ ქრისტიანი კაცის საკუთარი ცხოვრება და ყოფაქცევა მართალი და პატიოსანი იყოს. მის შემხედვარეთ უსიტყვოდ აღაშენებდეს და უხმოდ არ იგებდეს.
ამასთან ცხოვრება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მრავალ ენაზე ლაპარაკი და ქადაგება. იდება მაღალთაში ნომერცა Shengana
Ათრიდა შენი დავიხილო ჩემათები მოგბინე წყალობა შენი მსნაბელთა შემთაზედა სადაც მინდა სასულსაც დამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ წმინდა და შეგვიცვალენ ჩვენ წმინდა ღმერთო წმინდა Smida